12 ნაფიცი მსაჯული ქართული დამოუკიდებელი სასამართლოს ისტორიაში და პირველი საქმე მინასიანების ოჯახის 3 წევრის მკვლელობასა და ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღობისთვის ბრალდებულს ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოუტანენ. საქმის განხილვა დღეს დაიწყო და ხვალ დილიდან განახლდება. ყველაზე ხმაურიანი დანაშაული და ახალი რეალობა სასამართლო სისტემაში. ლილი გოგოხია მოგიყვებათ. Am ნახატებზე ის პირველი სასამართლო პროცესია ასახული, რომელზეც განაჩენს 12 ნაფიცი მსაჯული გამოიტანს. 12-ვე მათგანმა სასამართლოს წინაშე ფიცი დადო, რომ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად და პირნათლად შეასრულებენ. 12 ნაფიცი მსაჯული და საზოგადოება, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებაა დამოკიდებული. რამდენიმე წლიანი სამუშაოების შემდეგ 9 ნოემბერი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში შევიდა. პროცესის დაწყებამდე მოსამართლემ მსაჯულებს მათი უფლება მოვალეობანი განუმარტა. მიუკერძოებლობა და გადაწყვეტილების შინაგანი რწმენით მიღება ეს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე არჩეული იქნა უფროსი მსაჯული, მხარეებმა წარმოთქვეს შესავალი სიტყვები, ანუ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ბრალდებასთან მიმართებაში. ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველ პროცესზე სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს განიხილავს. მინასიანების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისა და ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღობისთვის ერთ-ერთი ბრალდებული რევაზ დემეტრაშვილია. სწორედ მას გამოუტანს 12 მსაჯული განაჩენს. ბრალდებული სრულიად უდანაშაულოა, მე ჩემი დაცვის ტაქტიკა მაქვს, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც გაამართლებენ მას და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამომართლებელი ვერდიქტი გამოვიტანს ნაფიცი მსაჯულები. გვაქვს ნაფიცი მსაჯულების იმედი, რომ უდანაშაულო ადამიანი არ დაიშება. Это было 17 лет тому назад. 17 წლის წინ ჩვენ ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ეს შემზარავი ისტორიაა. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მომხდარ დანაშაულს წლების შემდეგ ისევ უბრუნდებიან. ვიცი, რომ ამ საქმეს რიგითი მოქალაქეები განიხილავენ. იმედი მაქვს 12 ნაფიცი მსაჯული სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. პროკურორისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვის შემდეგ პროცესზე შესვენება გამოცხადდა. პროცედურის მიხედვით სწორედ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო მტკიცებულებების წარმოდგენა, მაგრამ დემეტრაშვილის ადვოკატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როდესაც გამოდიხარ 12 ნაფიცი მსაჯულის წინაშე, საზოგადოების 12 ჩვეულებრივი წევრის წინაშე და შენ ეს ადამიანები უნდა დაარწმუნოთ, არაკვალიფიციური იურისტი, მათ ბრალდებობაში რა თქმა უნდა უფრო მეტია პასუხისმგებლობა. მთავარი არბიტრები და გადაწყვეტილების მიღები არიან საზოგადოების რიგითი წევრები. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელიც გააჩნია ბრალდების მხარეს, მას ჩვენ გავაჟღერებთ და წარმოვადგენთ უშუალოდ საქმის განხილვის დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ამოქმედებამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. 12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობით დაწყებულ პროცესს იურისტები, ექსპერტები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი მის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ხალხი ჩემი აზრით დარწმუნდება, რომ ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტმა გაამართლა და გაამართლებს საქართველოში ერთი მომენტი, მეორე ეს აწევს თვითონ სამართალწარმოების დონეს. ძალიან ისეთი ემოციური და ორატორულად ახვეწილი გამოსვლები იყო, როგორც ბრალდების მხარის ისე ადვოკატის, ასე რომ ნაფიცი მსაჯულებს საკმაოდ რთული მუშაობა მოუწევთ. 12 ნაფიცი მსაჯული 17 წლის წინ მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი საქმის მნიშვნელოვან დეტალებს ხვალ დილის 10 საათიდან განიხილავს. პროცესზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.